მოგესალმებით. პირველ რიგში გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, რამოდენიმე დღის წინ იყო 26 მაისი. დამოუკიდებლობა მართლა მნიშვნელოვანი ღირებულებაა და მას დაცვა ჭირდება. ეს არის გადაცემა მილენიალი, რომელიც გადის კონსერვატიულ პლატფორმა Georgia First-ზე და ჩვენი ეს დღევანდელი სტუმარი არის ბატონი ბიძინა გიორგობიანი. მადლობა რომ მოხვედით. და მოდი თავიდან ესე დავიწყოთ, თქვენ ხართ იმ ადამიანთაგანი, რომელიც უშუალოდ ესწრებოდით დამოუკიდებლობის აღდგენას. აი პატარა შესავლისავით სამდე უშუალოდ გადავალთ და ჩვენი თემა უნდა იყოს ევროკავშირთან ურთიერთობა. სამდე უშუალოდ გადავალთ, აი რო შევადაროთ. ეხლა დღევანდელი ამ წლის 26 მაისი და იმ წლის 26 მაისი არა და 9 აპრილი. 4 აღდგენის. ხო, 9 აპრილი. აი რაღაცა თქვენს გაიზარდეთ, თქვენს ბევრი რაღაცა ნახეთ, ახალგაზრდა იყავით მაშინ. როგორ შეიცვალა ეს? მე ვიყავი 26 წლის მაშინ. კი ბატონო. შეიცვალა ძალიან აბსოლუტურად საზოგადოების დამოუკიდებულება, როგორც დამოუკიდებლობასთან, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სხვადასხვა პერიპეტიები გამოვიარეთ ჩვენ ნახეთ რომ და სამწუხაროდ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მოხდა სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში და ეს დამოუკიდებელი განვითარების გზა შეწყდა. იქ იყო გამოუცდელობა, იქ იყო რაღაც ამბობენ რომ აი შეცდომები, რა თქმა უნდა, ხარ უარყოფილიყო შეცდომა, იქ იქნებოდა გასაკვირი, მაგრამ იყო ამასთან ერთად პარალელურად დანაშაული საქართველოს სახელმწიფოს წინაშე, როდესაც მოხდა სახელმწიფოს განვითარების შეწყვეტა პუტჩის გზით, პირდაპირ სამხედრო გადატრიალების გზით. ამის შემდეგ საქართველო იყო ხან რუსეთის გავლენის ქვეშ, მაშინ რუსეთის ფედერაცია თვითონ იყო გარე გავლენების ქვეშ, ეს მაშინ საერთო ტრენდი იყო მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე ეს რაღაც ლიბერალური დასავლეთის ეს გახსოვთ თქვენ ეს ფუკუიამას ცნობილი რაღაც ისტორიის დასასრული რომ უკვე ბოლო ადამიანი იყო რაღაც ლიბერალური შეხედულების მქონე სახელმწიფოები და საქართველოს იყო ერთ-ერთი ამ ლიბერალური დიდი დერჟავის რუსეთის გავლენის ქვეშ ამ სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მე ნელ-ნელა ის გადაიზარდა სხვა უფრო ამერიკის შეერთებული შტატების, იგივე ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების გავლენები იყო საქართველოში, იყო პირდაპირ საელჩოების მმართველობა დამყარებული, საელჩოების მეშვეობით ელჩი იყო რაღაც ზეციური ადამიანი რომელიც ერეოდა საქართველოში და საქმეებში ნიშნავდა მინისტრებს, იქ სამინისტროებში გავდარგზა, ან დამოუკიდებლობა დაიკარგა ფაქტიურად და აი მე უყურებ და ძალიან ისეთი პოზიტიური განწყობა მაქვს, რომ დაახლოებით 2019-20 წლიდან შემდეგ აი ესეთ არჩევნებით რაც მოვდივართ აქეთ, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც უკვე ცალსახადამ ერთმნიშვნელოვნად იქნა ცნობილი და გაცხადებული რომ ჩვენი ეს მმართველობა გარედან მმართველობა საქართველოსი უხდა ომში საქართველოს ჩათრევას და საქართველოს ამის წინააღმდეგობა აჩვენა ამის შემდეგ დაიწყო ფაქტიურად ამ დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებლობის დაბრუნება ჩვენ ახლა ფაქტიურად ვართ სუვერენიტეტის აღდგენის რაღაც გარკვეულ მომენტზე, როდესაც საქართველოს უკვე თვითონ განსჯის და თვითონ განსაზღვრავს თავის მომავალს და თავის პარტნიორებს, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ მიმართულებებით, რაც მე ძალიან მახარებს სხვათაშორის. აი 91 წელს რო დაინგრა საბჭოთა კავშირი. მაინც მემკვიდრეობით შეგვჭა ძალიან ბევრი საწარმო, ძალიან ბევრი, შეიძლება ფუნქციონირება დამოუკიდებელ რეჟიმში ცოტა რთული იყო და გასაგებია საბჭოთა ეკონომიკის ნაწილი იყო, მაგრამ მაინც ეს იყო 5 მილიონიანზე ცოტა მეტის, 5.300.000 მოსახლეობით. ეს იყო განვითარებული მრეწველობით, განვითარებული სოფლის მეურნეობით, ძლიერი, ესე ვიტყვი, საშუალო ფენით, ზარდი და ყოველთაობარო უკეთესი სოციალური პირობებით და სოციალური სტატუსით იყო ისეთი განვითარებით, იმიტომ რომ ჩვენ დავიწყოთ რაღაცა უწიგნური ესე წილაკუთაც არ ცოდნე ადამიანებით და მოვედით რაღაც ინტელიგენცია ყავდა და ასე შემდეგ. და ეხლა ჩვენ პრინციპში რაც მათ შორის დასავლურ სტრუქტურებს შევუერთდით, რაც იგივე ვაშინგტონის კონსენსუსის
ის ნაწილი გავხდით, მოვახდინეთ პრივატიზაცია ყველაფრის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ვიდრე თემა ეხება და მინდა მე გადავაბა. კი ბატონო. უცბად აღმოჩნდა, რომ ეხლა ვართ აი ამ წამს 3.700.000 თუ ეგ სწორი ციფრია ეგაც არ ვიცი, მაგრამ კლებისკენ არის მიდრეკილი, ადამიანები მიდიან ემიგრაციაში. ეს ერთი წარმოების საკითხი, ნუ იმას არ შეიძლება, რაც 91 წელს ჰქონდა. სოფლის მეურნეობა სუსტია. და პრინციპში თურქულმა პროდუქციამ ჩვენი სოფლის მეურნეობის საკმაოდ დიდი ნაწილი პრაქტიკულად დაასამარა პოტენციალშიც. პროტექციონიზმი რაღაცნაირად ბევრი მიზეზის გამო გვეგზალება, თუნდაც ამ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით. 5 თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. განსაკუთრებით პრობლემა ხშირ შემთხვევაში ქართულ გლეხები, რასაც ჩვენ ფერმერები, ესე ვთქვათ, ეს არის თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობა, იმიტომ რომ ჩვენ იქით პრინციპში ვერ გაგვაქვს, იმიტომ რომ იქ სახელმწიფო ფორმალურად არის თავისუფალი ბაზარი, მაგრამ რეალურად ის პროდუქციონის ეწევა. კი. და ყავს ასევე თავარი პრობლემა და ჩემი აზრით ეხლაც გამოჩნდა, ეს არის გადამყვიდველთა კლასი. აი ფასების დაწევა, როდესაც მოუნდა ხელისუფლებას, ვერაფერი ვერ გააკეთა ამასთან. ფასების დაწევა თავიდანვე ცხადი იყო. ჩვენ იცით რომ გავაკეთეთ მაგასთან დაკავშირებით რეკომენდაციები ხელისუფლების მიმართ, ხელისუფლებამ რაღაც გარკვეული რეკომენდაციები გაითვალისწინა კიდევაც, მაგრამ ჩვენ თავიდანვე ვთქვით რომ ფასების დაწევა ეს ცოტა ხმამაღალი განაცხადი იყო, იმიტომ რომ სოფლიოში არის ტენდენცია საკვებ პროდუქციზე ფასების მატების და როდესაც თელ სოფლიოში ფასები იმატებს, როდესაც ენერგომატარებლებზე ფასები იმატებს და კატასტროფა ფაქტიურად თელ სოფლიოში ამ ენერგომატარებლებზე აქ ფასების დაწევაზე არ უნდა იყოს, ლაპარაკი უნდა იყოს ფასების სტაბილიზაციაზე და ფასების სტაბილიზაციას ჩვენ ვხედავთ შიდა წარმოების ხელშეწყობით და არა დაუშვათ იმით რომ იქ თათბირები გაიმართოს და რაღაც სოციალური პასუხისმგებლობაზე მოუწოდოთ იმ ადამიანებს, რომელსაც სოციალური პასუხისმგებლობა, რა ვიცი, ეკონომიკური კატეგორია არ არის, რომ აი თქვენ სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინეთ ახლა და დაუწიეთ ფასი შეიძლება ეს არა ის კლასი, რომელიც არა, ერთი რომ არ არის და მეორე კიდევ არც ეკონომეტრია და არც კიდევ ეკონომიკის არც ერთი სახელმძღვანელო სოციალური პასუხისმგებლობის გზით ფასების რეგულაციას არ ითვალისწინებს. თან ეგ მეწარმეები რო ხავდეს კიდე საკითხის ანუ პროდუქტი რო აქ იწარმოებოდეს და ნედლეულიც რო აქ იყოს, მაშინ უკვე სხვანაირი ურთიერთობა იქნებოდა სახელმწიფოს ნედლეულის მეპატრონეს წარმოებელს და საცალო ბაზრობას შორის იქ იქნებოდა სხვა ჯაჭვი უფრო და ეხლა ჩვენ გვაქვს არა ვცდეთ თემას თავარი იგა. ახლა ჩვენ გვაქვს მდგომარეობა, როდესაც გარედან შემოგვაქვს პროდუქტი. ანუ გადამკვიდველთა კლასის ინტერესი. გარედან, ესე იგი ტოტალურად ვარ დამოკიდებული იმპორტზე და იმპორტზე დამოკიდებული პროდუქცია გარედან რო შემოდის, იმას უკვე მოყვება იმ ქვეყნიდან. ის პრობლემები, რომელიც დღეს სოფლიო ბაზარზეა, როგორც საკვებ პროდუქცია, ასევე სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციაზე, ასევე ტექნიკაზე და ასე შემდეგ. ანუ მე რომ მომაქვს შვეიცარიული ყველი შვეიცარიიდან, შვეიცარიაში არსებული დაუშვათ ინფლაციური პროცესები იქნება ის ისახება ჩემზე. ზედა აისახება იმ პროდუქცია, რომელიც უკვე საქართველოს შემოვიტანე მე. აი სწორედ ახსენეთ, რომ ესე იგი მის დარეგულირება შეიძლება შიდა წარმოების განვითარება. დიახ, ჩვენ ესე ვფიქრობთ. და ეს შიდა წარმოების საკითხი უკვე არის დაკავშირებული არა მარტო თავისუფალ ვაჭრობებთან, არამედ დაკავშირებულია ევროკავშირთან ურთიერთობაზე, ხო? დიახ. იმიტომ რომ ევროკავშირი ეს არის, ევროკავშირის ბაზარი ეს არის გარკვეულწილად ის ბაზარი, რომელიც რაღაც თამაშის წესებით თამაშობს. კი, ძალიან მკაცრი სხვათა შორის. მკაცრით. და მოდით ამაზე ვისაუბროთ, პირველ რიგში ვისაუბროთ იმაზე, თუ რა მოთხოვნები აქვს, ეს კოპენჰაგენის კრიტერიუმზე ვისაუბროთ, დავიწყოთ და აი მე ყოველთვის ესე მგონი მიმაჩნდა, რომ ევროკავშირში შესვლის ლოგიკა იქნება გამართლებული, თუ მართლა ძლიერი ეკონომიკა, განვითარებული ძლიერი ეკონომიკა უკვე ხარ, რომელზეც შეუძლია გერმანიასთან, საფრანგეთთან, იტალიასთან, ჰოლანდიასთან კონკურენცია. თუ შეუძლია ტექნოლოგიების გაქვს, მაშინ კი ბატონო, მაშინ ჩვენ შევალთ მანდ როგორც თანასწორი ისეთი ქვეყანა, რომელიც კი შეიძლება რაღაცა კონკურენციაში მოხვდეთ, მაგრამ ჩვენ ძალების იმედი გვექნება. ეხლა, როდესაც ესე არ არის, წარმოება პრაქტიკულად ჩანასახებოვან მდგომარეობაშია და დიდი პრობლემები გვაქვს,
ისეთ პირობებს გვთავაზობენ, რომელზეც ლაპარაკი დღეს ფართო საზოგადოებაში არ არის. ამიტომ მოდით დავიწყოთ საუბარი უშუალოდ რაც ნიშნავს ეს კოპენჰაგენის კრიტერიუმი. ძალიან სასარგებლო იქნება ეს და მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ამაზე მსჯელობა როგორც სოციალური მედიაში, ასევე ესე იგი სხვა მასმედიაში, რომელიც ამ საკითხებს განიხილავს, იქ ხშირია ესეთი მოწოდებები და რაღაც ესეთი წარმოდგენა ადამიანებს შეექმნათ ბოლო 30 წლის განმავლობაში. წარმოდგენა რომ აი ის არის რაღაც 64, სადაც რო შევალთ, იქ ჩავბარდებით იქაურობას და მერე ისინი გვიპატრონებენ და ყველაფერს ისინი საღამოთი ჩამოივლიან და ბალიშის ქვეშ 500 ევროიანს ამოგვიდებენ, რომ მეორე დღეს პრობლემა არ შეგვექმნას და მაღალი პენსიები იქნება. მოლოდინი რა არის ევროკავშირის შესაძლებლობა? მაღალი პენსია, მაღალი ხელფასები. მაღალი პენსია, მაღალი ხელფასი, სოციალური დაცვა, ესე იგი სხვანაირი სამყარო შექმნა უცებ და უეცრად, მაგრამ წარმოდგენა აქვს ესეთი, რომ ჩვენ იქ უნდა შევიდეთ. ანუ აქ კი არ უნდა შევქმნათ იმის თანასწორი რაღაც, არამედ იქ უნდა შევიდეთ და იქ რო შევალთ, იქ შევქმნით. იქ ხო, ეგრეთ წარმოდგენაა. კი, წარმოდგენა ესეთია, რომ აი ხლა აი ჩვენთანაც რო ისე იყოს, რომ დავუშვათ როგორც მაგალითად ჰოლანდიაში და გერმანიაში წვიმა რომ მოდის, არ მოდის ტალახიანი წვიმა, იმიტომ რომ იქ მტვერი აფრიკიდან არ აღწევს და აი ევროპა მინდა, აი ზუსტად რომ აქაც რო წვიმა მოვა, აქაც აღარ ექნება მერე მტვერი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გეოგრაფიულად ისეთ ადგილას ვართ, რომ ევროკავშირის ბაზარი ჩვენგან ძალიან შორია, რომ დაუბრუნდეთ ამ ბაზრის მოთხოვნებს ჩვენ, რაც მთავარია აქ, ევროკავშირის ბაზარი არის ძალიან შორი. ჩვენთვის 2026 წელს სტატისტიკის მიხედვით ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან ჩინეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი. აი ეს არის მთავარი სავაჭრო და თურქეთი. ძირითადად პოსტსაბჭოთა, ძირითადად პოსტსაბჭოთა, ანუ ის რაზეც თქვენ ბრძანებდით ახლა რომ აი მაშინ ის ეკონომიკური ჯაჭვი მაინც შენარჩუნებულია. იმიტომ კი არ არის შენარჩუნებული, რომ საქართველოს და ყირგიზეთი დაუშვათ რაღაც საუკუნოვანი როგორც ჩვენი ისინი ამბობენ რაღაც ძმობა და რაღაც ეს. არა, უბრალოდ აქ არის გეოგრაფიულ არეალზე ლაპარაკი, რომ კომუნიკაციები, ლოგისტიკური ჯაჭვი უფრო სადაც ადვილად ეწყობა, ისინი ვაჭრობენ ერთმანეთთან უფრო კარგად და ადვილად. ჩვენ გეოგრაფიას ვერ გავიქცევით. გეოგრაფია არის უცვლელი, ამ გეოგრაფიას ვერ გავიქცევით ვერსად და ჩვენი დამოკიდებულება ევროკავშირთან, რომ აი ჩვენ აუცილებლად ერთადერთი მიზანი, მე მახსოვს ერთ-ერთი ჰიპერაქტიული ქალბატონი ოპოზიციონერი ამბობდა, რომ რა თმინდა საქართველოს დამოუკიდებლობა თუ ისე არ იქნება ლიბერალური. ანუ ისინი ისწრაფიან ევროპისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობა უნდათ იმისთვის, რომ საქართველო უნდა იყოს აუცილებლად ევროკავშირის წევრი, ჩვენ ვიბრძოდით საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. საქართველოს დამოუკიდებლობას თაობები შეეწირა. ადამიანები იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და არა ვინმეს დღის წესრიგში ცხოვრებისათვის. საქართველოს ყოველთვის ისტორიას თუ გადავავლეთ, რომელიმე დიდი იმპერიის დღისწესრიგი ცხოვრობდა. მოყოლებული ეს აქემენიდების იმპერიიდან დასრულებული რომანოვების იმპერიამდე. რომელიმე იმპერიის დღისწესრიგი ცხოვრობდა აუცილებლად. ეხლა ჩვენ გამოვედით საბჭოთა კავშირიდან, ვიყავით, ესე იგი, საბჭოთა ერთ-ერთი თეორიულად დამოუკიდებელი რესპუბლიკა და ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც თავის სუვერენულ უფლებებს უკვე იბრუნებს და ახორციელებს და ეძებს საკუთარ ადგილს მომავალ მსოფლიო ახალ წესრიგში, რომელიც სისხლში და ომში იბადება ხელახლა ჩვენ თვალწინა რა. მოდით თქვათ, რომ ეკონომიკა ვერ ეწევა. ეკონომიკა ვერ ეწევა, ვერც მსოფლიო ეკონომიკა ეწევა და ვერც ჩვენი ეკონომიკა ეწევა. ჩვენ ვართ სამომხმარებლო ბაზარი. აქ ლაპარაკია იმაზე, ვის სამომხმარებლო ბაზრად ვიქცევით ჩვენ. და გვინდა თუ არა, რომ ჩვენ ვიყოთ მწარმოებელი რამის ქვეყანა და არა მომხმარებელი ისეთი, როგორთაც იქცნენ ევროკავშირში შესული ახალი ქვეყნები, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. ესენია რუმინეთი, ბულგარეთი, პოლონეთმა დააღწია ამას თავი ბრძოლით. სხვათა შორის მე მოუწოდებ და ვთხოვ იმ ადამიანებს, რომლებიც იკვლევენ ამ საკითხებს, გამოიკვლევენ როგორ გახდნენ ძმები პოლონეთის პრეზიდენტი კაჩინსკი. დიახ, როგორ გახდა ერთი ძმა პრეზიდენტი და იქ იყო დიდი აჯანყება ადამიანების, რომლებმაც დაიცვეს პოლონური წარმოება, მათ აუკრძალეს 2003 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შიდა ბაზარზე შესulis და გახსნის წინ აუკრძალეს ღორის ხორცის შეტანა, კოტები ფაქტიურად მათ ჩამოაჭრეს,
ტომატის შეტანა და ასე შემდეგ ძალიან ბევრი სათითაო იმაზე ამას მოყვა დიდი ბრძოლა და პოლონელებმა მოიპოვეს წარმოებელი ქვეყნის უფლება და შესაბამისად მათ დაიბრუნეს და დაიკავეს ერთ-ერთი ძლიერი ადგილი ევროკავშირის შიდა ბაზარზე. პოლონეთი იყო გამონაკლისი სახელმწიფოები, რომელმაც პრივატიზაცია წარმოების მოახდინა არა ის როგორც საქართველოს. საქართველოში როგორი იყო, რომ ვინც გადაიხდიდა, იმისი იყო ეს წარმოება. პოლონეთში ეს საკმარისი არ იყო. პოლონეთში ეს გადაწყდა, რომ მარტო გადამხდელი კი არ უნდა ყოფილიყავი, უნდა ქონოდა განვითარების სტრატეგია. კი ბატონო. თუ არ ქონდა განვითარების სტრატეგია, რამდენი ფულიც არ უნდა ქონოდა, ვერ იყიდე მას. ჩვენთან გააკეთეს რუსული სცენარი და აი ახლა ის ნაციონალური მოძრაობის ის ეკონომიკური სპიკერი ვითომ ეს რომან გოცირიძე ვაუჩერებით გაყიდეს, ვაუჩერი რა იყო კაცმა არ იცის დღესაც. როგორც რუსეთში გააკეთეს მათმა მასწავლებლებმა იქ რუსეთიდან რაღაც ჯგუფები რო იყო იქაური რუსული ექსტრემისტი ლიბერალი ეკონომისტების მათ გამოუშვეს ჩუბაისის ჯგუფი იყო ეს დიახ და ამ ვაუჩერებზე გაყიდეს ეს საწარმოები რომლებიც უკვე არსებულმა დირექტორებმა უბრალოდ გაიფორმეს საკუთარ თავზე და ამით მოხდა სახალხო დოვლათის არა საბაზრო ეკონომიკაში გადაყვანა, არამედ ამის დაკავება და შენახვა მანამდის, ვიდრე ეს არ დაიდებდა ფას იგივეა მიწებზე. სხვათა შორის მიწები, რომლებიც აი მაშინ ჯერ კიდევ 92 წელს დაყვეს და ფრაგმენტაცია გაუკეთეს და მეურნეობები დაშალეს, ეხლა ეს მიწები არის მოქცეული ყოფილი ვიღაცა ისეთი ჩინოვნიკების ხელში, რომლებიც ნელ-ნელა უკვე ყიდიან, ეხლა ჰექტარი კაი მიწა უკვე უწევს 15-17 დოლარზე. სპეკულაციური გახდა მიწა. სპეკულაციური გახდა, არა მხოლოდ მიწა. სხვათა შორის, არამედ კი ბატონო, უძრავი ქონებაც მათ შორის. ეხლა რო დაუბრუნდე უკან მე იმ ევროკავშირის შიდა სტრუქტურა, საიდანაც ჩვენ თუ გვაქვს ორიენტაცია, რომ მაინც და მაინც ევროკავშირში და ევროკავშირის შიდა ბაზრისთვის უნდა იყოს საქართველოს მომავალში ორიენტირებული, მე მაგალითად ეს მივაჩნია ძალიან დიდ შეცდომად და საქართველოს ვერ გახდება ვერასოდეს წარმოებელი ქვეყანა ევროკავშირის შიგნით და ევროკავშირში შესვლა და გაწევრიანება უნდა დააკმაყოფილოს ის კოპენჰაგენის კრიტერიუმები, რითაც ჩვენ საუბარი დავიწყეთ. ეხლა ევროკავშირის კოპენჰაგენის კრიტერიუმები რას ქვია? ევროკავშირმა მაასტრიხტში და შემდეგ კოპენჰაგენში შეიმუშავა გარკვეული კრიტერიუმები, რომლებიცაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა წევრი ქვეყანა, რომელიც კანდიდატი ქვეყანა, რომელიც უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში. ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას ხმა უნდა მიცეს ყველა უკვე წევრმა ქვეყანამ, მათმა პარლამენტებმა უნდა გაუკეთო რატიფიკაცია და ამის შემდეგ მიმდინარეობს თითოეული 35 კრიტერიუმია. ერთ წავიკითხავ თუ შეიძლება, აი ერთ-ერთი არის უნარი გაუძლოს ევროკავშირის შიდა ბაზარზე არსებულ კონკურენციას და საბაზრო ძალების ზეწოლას. დიახ. ანუ ჩვენ რო იქ შევდივართ, ჩვენ იქ იმიტომ კი არ შევდივართ, რომ იქ ვიღაცები დაგვეხმარებიან. კონკურენტ უნარიანი გაგხადონ იმ. არამედ იქ შევდივართ, იმიტომ რომ კონკურენციაში შევდივართ. ეგ პირდაპირ წერია. კი ბატონო. ანუ იქ შენ არავინ არ გელოდება იმისთვის, რომ დაუშვათ აი ეს ლამაზი ხალხი, რომელიც კარგად მღერის და ცეკვავს, კაი პურმარილი იციან და რაღაც მეობა აქვთ და გაგება აქვთ. ევროკავშირში შემოვიყვანთ იმას და გავაძლიერებთ ეკონომიკურად და მერე კაი პენსიებს დაუნიშნავთ. ამისთვის იქ არ გელიან შენ. შენ შეიძლება იქ მიგიღონ თუ მათ ინტერესებში არის ეს კლუბური ინტერესია, იქ შექმნელები ევროკავშირის დამფუძნებლები, ვინც იყვნენ, მათი კლუბური ინტერესი მოყვება ქვანახშირის და რკინის გაერთიანებიდან მოყოლებული ვიდრე დღემდის. ვიდრე შეიქმნებოდა ევროკავშირი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა შევხედოთ ამ კრიტერიუმებს და ამ კრიტერიუმებს რო წავიკითხავთ, აი როგორც თქვენ ახლა წაიკითხეთ, ამის უკან კიდევ რა დგას? ამის უკან დგას მერე კარგად გაწერილი, სხვათა შორის, კარგად გაწერილი იმებში ჩაშლილი კომისარიატების სამოქმედო გეგმები და ინსტრუქციებად ჩაშლილი, პუნქტებად ჩაშლილი სათითაო ესე იგი რაღაცა მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილდეს ეს ქვეყანა და რო დაიწყება ეს გაიხსნება ეს მოლაპარაკებები. არა, აი როგორც გახსნეს შარშახო გახსნეს მოლდოვასთან და
უკრაინასთან როგორც დიდი პომპეზურად რომ აი ჩვენთან არ გახსნეს და იმათან ესე გახსნეს 1987 წელს მოლაპარაკებები თურქეთთან. დღეს რომ ნახოთ ის რუკა, ევროკავშირის რუკა, რომელზეც აღნიშნულია რომელ ქვეყნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება გაწევრიანებაზე, რომელ ქვეყნებთან აღარ მიმდინარეობს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, ასეთ ამ რუკაზე თურქეთი არის წითლად. და იქ წერია, რომ 2013 წლის შემდეგ თურქეთთან აღარ მიმდინარეობს გაყინულია ეს მოლაპარაკებები, იმიტომ რომ თურქეთმა როგორც კი ბოლო კანდიდატი, რომელთანაც გაიხსნა ეს მოლაპარაკებები იყო ესე იგი ხორვატია, თურქეთი და კიდევ ერთი ქვეყანა ბოდისვიხდი, ახლა უცებ ვერ ვიხსენებ და ხორვატია მიიღეს და თურქეთთან დაკავშირებით წამოვიდა ახალი მოთხოვნები. ბულგარეთი იქნებოდა. არა, ბულგარეთი წინა ტალღაზე იყო. და წამოვიდა ახალი მოთხოვნები. ანუ მანამდე არსებობდა 31 კრიტერიუმი, ის ერთ-ერთი ის, რაც თქვენ ახლა წაიკითხეთ უკვე და მანამდესაც კიდევ ბევრი სხვა არის კრიტერიუმი და იმ 31 კრიტერიუმს უცებ დაემატა 4 დამატებითი კრიტერიუმი. და ყველაზე ნიშანდობლია. აი მაგალითად წავიკითხავ, აი ბოლო ნახეთ, ბოლო რა წერია. 35 და ნუ სხვა საკითხები ეგრე. კი ბატონო. აქ შედის კონკრეტული ქვეყნისთვის სპეციფიკური პრობლემები. მაგალითად, სერბეთის შემთხვევაში აქ გაწერილია ურთიერთობების ნორმალიზება კოსოვოსთან. კოსოვოსთან. ან კოსოვოს აღიარება. ანუ სერბეთს ეუბნება რომ აღიარე კოსოვო დამოუკიდებლად და მერე ვილაპარაკოთ. ხო, ეს წინაპირობა არ არის ბატონო კრი იმის რომ დაუშვათ სერბეთმა თუ აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა, რომ ავტომატურად გაწევრიანდება. ეხლა მე მქონია გერმანელ სხვადასხვა წრეებში რაღაც ამ თემაზე ლაპარაკი და იქ მე ამბობენ რომ აქ ავტომატიზმი არაფერში არ არის. ანუ რომ კოსოვომ რო აღიაროს დაუშვათ დამოუკიდებლობა ისა კოსოვოს დამოუკიდებლობა რომ აღიაროს სერბეთმა ეს არნიშნავს იმას რომ ორ კვირაში ავტომატურად 27-ვე ქვეყანის პარლამენტი კენჭს უყრის და მხარს დაუჭერს სერბეთის მიღებას ევროკავშირში. არნიშნავს ესა. უბრალოდ გეუბნები რომ შენ აღიარე რომ ჩვენ დავიწყოთ მოლაპარაკებები. მოლაპარაკებების დაწყება რას ნიშნავს? ეხლა ნიშნავს იმას, რასაც უკეთებენ უკრაინას. ხო? უკრაინას ეხლა ეტყვიან რომ შენ ეხლა ომში ხარ და რანაირად მიგიღოთ. უნდა შენ რაღაც ის გააკეთო არა ეხლა დაიწყო მოლაპარაკება, გაიხსნა ერთი თავი, ამ 35 თავიდან ერთ-ერთი რომელიმე, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს რამდენიმე წლის განმავლობაში მოლაპარაკება. ყველა კანონმდებლობა უნდა იყოს აბსოლუტურად უნდა ჰარმონიულად ბრიუსელში არსებულ კომისარიატის საკანო ის იქაური მარტო რაღაც აქტები კი არა ისეთი მომწესრიგებელი აქტები. აი პატარა რაღაც ყველა უჯრედში უნდა იყოს თანხმედრა. უკვე ეს ეხება ადამიანის უფლებებს, ეროვნული უმცირესობების უფლებებს, ეხლა უმცირესობაზე მაინც და მაინც სექსუალურ უმცირესობაზე არ არის ლაპარაკი. აქ არის ეროვნული უმცირესობები, აქ არის სხვადასხვა დაუშვათ ჯანმრთელობის მქონე უმცირესობები და ასე შემდეგ. ყველაფერში უნდა იყოს ჰარმონიზებული ეს და მერე უნდა ევროკომისიამ დადოს დასკვნა, რომ მოვიდა ეს წესრიგში. დაუშვათ მიმდინარეობდა 1 წელი, 2 წელი, 3 წელი ეს მოლაპარაკებები და ევროკომისია დადებს ამ ეხლა ჩვენთან არიან ეხლა ვიღაც ხელთავიანები ამბობენ რომ ცალფეხზე უნდა დავდგე და დაველოდოთო. ისინი რას გვეტყვი, ესე შეიძლება მოგიწიო შენ 20 საათი 40 წელი ცალფეხზე დგომა თურქეთმა, ამიტომ გამოაცხადა რომ ჩვენ ამაზე უკვე აღარ ვართ თანახმა. და ამიტომ შეწყვიტეს და გაყინეს მოლაპარაკებები. თურქეთის შემთხვევაში თურქეთს ისაც შეიძლება ითქვას, რომ მან პოლიტიკური საკითხიც იყო ერდოღანის და ევროკავშირის ურთიერთობების გაფუჭება. ერდოღანს აქვს ესაც აღიაროთ ნეოსმალიზმის იდეა. აი ცით რა არის, ეხლა ეს ბიბლიური და ეს რაღაც ისეთი აი ნეოსმალიზმის თეორიებს და რაღაც მე არ ვიზიარებ რა. აი ამ იმ შეხედულებებს რა იქიდან არა, ერდოღანი პრაგმატული ადამიანია, ძალიან ფხიზელი გონების ადამიანია და ერდოღანი მიხვდა იმას, რომ ესენი ტყუილა ალაპარაკებენ, ამას უკვე 25 წელია. ალაპარაკებენ ტყუილად, როგორც ჩვენ 18 წლის თავზე მივხვდით და ხმამაღლა ვთქვით, რომ ეს ნატო გვალაპარაკებს ტყუილად, იმიტომ რომ რუკას რო დახედავ, თავიდანვე ცხადი იყო და ეხლაც ცხადია, რომ იქ ჩვენ ამ სამხედრო ბლოკში ვერ შევალთ. ისეა ევროკავშირიც. ეხლა ჩვენ უყუროთ, ჩვენი სავაჭრო პარტნიორები ვინ არიან, ჩვენი
ჩვენ რა შეგვიძლია რომ ვიყოთ კონკურენტ უნარიანები რომ შევიდეთ ევროკავშირში რომ შევჩიგნით რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ასოცირების ხელშეკრულებაში თავისუფალი ვაჭრობის ასოცირების ხელშეკრულებაში წერია თქვენ ერთ რესპონდენტთან უკვე ქონდათ ამის შესახებ ლაპარაკი რომ ჩვენ შეგვიძლია კვოტების გარეშე შევიტანოთ ნიორი 200 ტონა 200 არ არის 220 წერია იქ მაგრამ კაი 60 ტონას ავიტანთ ერთი კონტეინერია რამენაირად არა ეხა უყურეთ საქმე რა სხვა არაფერში ჩვენ კვოტის გარეშე იქ შიგნით შესვლა არ შეგვიძლია კვოტა რა არის ეხლა იქ საგეგმო კომიტეტი კი არ არის როგორც მოსკოვში იყო მაშინ ძალიან დაემსგავს საბჭოთა კავშირს ეს მაგრამ ეს კვოტები არ ნიშნავს იმას რომ ისეთი გეგმიური ეკონომიკა აქვს როგორც საბჭოთა კავშირს ჰქონდა მაგრამ კვოტები არსებობს რის იცით რომ რა შეიძლება რომ შეიტანოს ახალმა შემოტანილმა სახელმწიფომა რა შეიძლება რომ უკვე კვოტის გარეშე შემოიტანოს ამ კვოტის გარეშე რომ შეიტან იქ უკვე გადასახადს იხდი შენ ანუ იქ თავისუფალი ვაჭრობა უკვე შენთვის აღარ მოქმედებს დაუშვათ საქართველოსთან რომ შეიტან შენ ვაშლს იმაში რა ქვია ევროკავშირის პირველივე სახელმწიფოს რო გადაკვეთ შენი ვაშლი არა იქ შენ თავისუფალი შეტანის უფლება ამისი არ გაქვს და იქ უკვე მოსაკრებელი გადასახადი და ეს მოსაკრებელი შენ ვაშლს იმდენად აძვირებს რომ შიდა ვაშლის წარმოებელს კონკურენციას ვერ გაუწევ ერთადერთი პროდუქტი რომელიც ჩვენ სოფლის მეურნეობის პროდუქტი ახლა გვაქვს და საექსპორტო პროდუქტებში იწყება მეხუთე პოზიციიდან შიდა წარმოება დანარჩენი ყველა რეექსპორტია ეს არის ნავთობი ავტომობილები რა ქვია რკინის შენადნობები ეს ყველაფერი რეექსპორტია შემოდის აქ მუშავდება რემონტდება ეს რაღაცა მეორადი და მესამედი მანქანები და გადის საქართველოსთან. პირველი პოზიცია ექსპორტში, რომელიც საქართველოში ნაწარმოებ პროდუქტს, უკავია ეს არის ყურძნის პროდუქტების და ანუ ყურძნისგან ნაწარმოებები ღვინო. მოდი განვიხილოთ ეს. ყურძნისგან ნაწარმოებები ღვინო როგორ შეგვიძლია ჩვენ რომ შევიტანოთ ევროკავშირში. სოფლის მეურნეობის პროდუქტების ესე იგი იმპორტი ევროკავშირის შიგნით რეგულირდება ახალი წევრებისთვის რა უნდა დააკმაყოფილონ დაუშვათ კანდიდატებმა და ახალმა წევრებმა რომლებიც შემოდიან ეს არის მე-11 მუხლია კოპენჰაგენის კრიტერიუმების რომელიც ეხება სოფლის მეურნეობის პროდუქციას და აქ არის რა რომ ესე იგი ამ სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე შიგნით ევროკავშირში თუ ჩავხედავთ ჩვენ როგორ შეგვიძლია რომ ვილაპარაკო და სად არის ღვინის ადგილი გარედან როგორ შემოვიტანოთ ეს არის ევროკავშირის მიერ მიღებული შარშანწინ ერთობლივი გაპიქვია გერმანულად ქვია Gemeinsame Agrarpolitik რა ეს და ეხა როგორ ითარგმნება ეს ქართულად ვნახოთ ჩვენ ერთობლივი საერთო აგრარული პოლიტიკა ხო ანუ ევროკავშირს აქვს აგრარული კომისარიატი და ამ აგრარული კომისარიატს პარლამენტის მიერ ევროპარლამენტში დამტკიცებული არსებობს ერთობლივი აგრარული პოლიტიკის დოკუმენტი. ამ ერთობლივი აგრარული პოლიტიკის დოკუმენტში ცალკეა კიდევ ღვინის წარმოების კრიტერიუმები და მისი შემოტანა და ღვინის გაყიდვის კრიტერიუმები და ხარისხები და როგორ უნდა მოდიოდეს სხვადასხვა ადგილწარმოშობის ადგილებზე რამდენი შეიძლება მოდიოდეს და ასე შემდეგ. მოდით ახლა კონკრეტიკაზე გადავიდეთ. გადავიდეთ კონკრეტიკაზე. აი რა უნდა დააკმაყოფილოს ქართულმა ღვინომ? მოდი რომ მაგალითად გერმანიაში გაიყიდოს. ქართულმა ღვინომ გერმანიაში რომ გაიყიდოს, ახლა მოდი ვთქვათ ესეთი რაღაცა, რომ არსებობს ღვინის არის ესე იგი ორგანული ღვინის ჯგუფი ცალკე, რომელსაც განსაკუთრებით მე სხვა და უფრო მძიმე მოთხოვნები აქვს. არის ღვინის წარმოების სხვადასხვა ჰიგიენის ნორმები, თვითონ მოყვანის ნორმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს, ეტიკეტირებული უნდა იყოს, ეტიკეტზე რა უნდა იყოს აღნიშნული, რომ კვებითი ღირებულება რამდენია სულფიტებს შეიცავს თუ არა. არის თუ არა დაუშვათ იქ რაღაცაზე ალერგენებს შეიცავს თუ არა და ასე შემდეგ ეს ყველაფერი უნდა იყოს ზედ აღნიშნული. თუ ეს მარტო ეტიკეტზე კი არ უნდა ეწეროს, ეს უნდა შეესაბამებოდეს ამას. წარმოების, ღვინის წარმოების ტექნოლოგია ყველა ევროკავშირის მეღვინისთვის და ყველა ევროკავშირის მარნებისთვის არის ერთი და იგივე. და ეს იქნება აუცილებელი საქართველოსთვისაც.
და ეს ნიშნავს იმას, რომ პატარა მარნები, რასაც ჩვენთან რო ეძახიან, მცირე მარნები და ის რო აქვს ხოლმე ღვინის გზა და რო შეუხვევ და სამი ქვევრი რო აქვს და სახში რაც აქვს, 200 ლიტრიანი ის რო აქვს რაღაცა, რაშიც ადუღებს, ეს ყველაფერი იქნება აბსოლუტურად შეუსაბამო. შეუსაბამო იქნება და შეუსაბამო როა, ამას ბაზარზე მე ვეღარ შემოიტან. ამაშია საქმე. აი ჩვენ უყურებთ რაშია საქმე. ჩვენ სად მივდივართ? ჩვენ მივდივართ იმ ადგილას, სადაც წარმოიდგინეთ, თქვენ იქ კრიტერიუმებია ისეთი, რომ ყველა ადგილწარმოშობის ღვინისათვის არის დადგენილი, რამდენი ჰექტოლიტრი ღვინო შეიძლება იწარმოოს იქ 1 ჰექტარზე. ანუ აი დაუშვათ პინო ნუარი შეიძლება იყოს 4 ჰექტოლიტრა 1 ჰექტარზე. 4 ჰექტოლიტრა ეს არის რო გადავიყვანოთ გასაგებ მაყურებლის გასაგებ იმაში 4 ტონა ღვინო, 4 ტონა ღვინო რომ მიიღო ამისთვის შეგჭირდება ალბათ სავარაუდოდ 7 ტონა ყურძენი ჰექტარზე, ეს მაშინ როდესაც საქართველოში 7 ტონა კი არა მოყავთ იქ უხარიათ რომ აი 20 ტონა მოვიყვანე ჰექტარზე და ასე შემდეგ. ეს არის უკვე უხარისხო ღვინო. ამას უკვე შენ იქ ამის ნებართვას არ მოგცემენ. ადგილწარმოშობის ღვინოებს აქვს თავისი კრიტერიუმები, ეს ძალიან მძიმე კრიტერიუმებია სხვა შორის, რომ არ თქვათ არაფერი დაუშვათ იქ ჰიგიენურ ნორმებზე და ჰიგიენურ ნორმების დაცვაზე, შემდეგ შეფუთვაზე, გაყიდვის და ასე შემდეგ მოყვანის პირობები უკვე იმდენად ძნელი და რთულია და წარმოების მერე უკვე ღვინის დაყენების ტექნოლოგია უნდა დაიცვა. იქ გაწერილია ყველაფერი ამ ერთიანი აგრარული პოლიტიკის დოკუმენტში, შემდგომში ამას ძალიან დიდი ყურადღებით შესაბამისი ორგანოები დააკვირდებიან ისე როგორც აკვირდებიან დაუშვათ ადამიანის უფლებების დაცვა იქნება ეს თუ სხვა რამე. აი ვიღაცამ რომ გითხრას, აი კარგია, იმიტომ რომ აი ქართული მეღვინეები მე იძულებულები იქნებიან, გადაერთონ და უფრო ისე რა ქვია, მეტი აითვისონ. აი ხო ხდება გასაგებია, მაგრამ ეგ არ მოხდება. 80-იანი წლების მეორე ნახევარში 87-89 წლებში განსაკუთრებით იყო ძალიან ჭარბი მოსავალი. მაშინ ესეთი მძიმე კრიტერიუმები არ ქონდა ევროკავშირის და არც ეს ერთობლივი აგრარული პოლიტიკის დოკუმენტი არ არსებობდა მაშინ და ევროკავშირის შიდა ერთიანი ბაზარი კი არსებობდა. მაშინ სხვა რაღაც უფრო ასოცირების ფორმა ქონდა ამ ევროკავშირს. მაგრამ მაშინ იყო ჭარბი წარმოება და ამ ჭარბი წარმოების დროს დაიწყო საერთო ის ქონდათ უკვე მაშინ ბიუჯეტი და დაიწყეს სუბსიდირება ვენახების აჩეხვის. ეხლა ამას რატო ვამბობ? ვენახების აჩეხვის მე ამას ვლაპარაკობ იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეხლა მაგალითად რიოხა ესპანურ რიოხას მინდორზე, რომელიც ადგილწარმოშობა დაცულია რიოხა და რიოხას რეზერვები არის უძვირესი და უკეთილშობილესი ღვინოების ადგილია რა. აი ამ რიოხას მინდორიდან დაწყებული დაუშვათ იქ ცნობილ ფრანგულ ტერუარებში იყო ეს ძალიან გავრცელებული, იმიტომ რომ აღარ უნდათ ეს ჭარბი ღვინო, იმიტომ რომ ვერ მოიხმარდნენ ამ ჭარბ ღვინოს და რო არ გაფუჭებულოდა შიდა ბაზარი, მაშინდელი შიდა ბაზარი რო არ გაფუჭებულიყო, მაშინ მოხდა სუბსიდირება ამ ვენახების საერთოდ არა, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც გარკვეული ნაწილის, ანუ ფულს აძლევდნენ, რომ აი შენ მოიყვანე სხვა რაღაცა, გადაეწყოს. აი თუ ჩახედავთ იმ კრიტერიუმებს და მე მოუწოდებ ყველა საინფორმაციო საშუალებას და განსაკუთრებით აი უნივერსიტეტებში და იმ ადგილებში, სადაც ამით დაინტერესებული ახალგაზრდები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ აი რაღაც იქ ძალიან ხვალვე მინდა რაღაც ამ ევროპა. წაიკითხო, შიგ რა წერია, იქ რა კრიტერიუმებია, რა კრიტერიუმებით იღებენ და მე რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ. ჩვენ მაგალითად საქართველოს აწარმოებს 30,000 ტონა იმას, რა ქვია, ღვინოს წელიწადში, რაც ევროპული ბაზრისთვის არის ძალიან ცოტა. საფრანგეთში რაღაცა 800,000-ია და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ, არა? ეგონი მოლდოვას გვისწრებს. მოლდოვას გვისწრებს ჩვენ და რუსეთის გვისწრებს, იმიტომ რომ რუსეთში ყირიმში დაიწყეს მაგათ უკვე გაშენება იმ ყურძნის ძალიან ისეთი ვენახების გაშენება დაიწყეს, მაგათ თუმცა ხარისხს ნურას უკაცრავად ისეთი, თუმცა ჩვენი ხარისხიც ნურას უკაცრავადაა, ისეც უნდა ვთქვათ. არის იქ ერთი პატარა სეგმენტი, რომელიც ჩვენ გვიჭირავს და ჩვენთვის არის ძალიან ისეთი კარგი პერსპექტიული, მაგრამ ვერ ვითარდება. ეს არის ქვევრის ღვინო.
ქვევრის ღვინო, რომელიც არის ძალიან ეგზოტიკური, ცნობილია ისეთ მცოდნე ადამიანების წრეებში, სომელიების წრეებში და მაგრამ ფართო მოხმარებელი ევროპაში ამას არ იცნობს და ფართო მოხმარებლისთვის ცოტა უცნაურიც კი იქნება ეს ღვინო, რომელიც ძალიან ისეთი კონსისტენციისა რა, ძლიერი, უფრო არ არის ჩვეულებრივი ტიპიური ევროპულად დაყენებული ღვინო 11%-იანი ალკოჰოლით და უფრო ისეთი რაღაც მხიარული მომჟავო ტონებით და გემოებით და აი ეს ნიშა არის ცოტა ისეთი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია რომ განვავითაროთ, მაგრამ ვერ ვანვითარებთ. იმიტომ რომ ამის განვითარება სჭირდება ჯერ პირველ რიგში მექვევრეობის განვითარება. დაიწყო ამბა ალავერდელმა ძალიან კეთილი საქმე და კაი საქმე მაშინ, მაგრამ სად არის გაჩერებული ის საქმე? მე პირადად რაღაც გარკვეული პერიოდი ვადევნებდი ამას თვალყურს, მაგრამ მე მგონი ეს საქმე გაჩერდა. მექვევრეობის განვითარება, რომ ეს ქვევრის ღვინო უნდა იყოს ერთნაირი გემოს, ერთნაირი გარეგნობის, ერთნაირი კონსისტენციის, ერთნაირი ალკოჰოლის და ასე შემდეგ. ამ პატარა მარნებში ქვევრის წარმოებული ქვევრის ღვინო ხშირად არის ზადით, ხშირად არის სულ სხვადასხვა გემოთი, ერთ წელს ესეთია და მეორე წელს სხვანაირი და ევროპულ ბაზარზეც ამას რო უყურებენ, თუმცა იქ არიან უკვე ისეთი კარგი მოტვინული მეღვინეები, ვინც ამფორებში აყენებდნენ, ახლა იტალიაში, ჩეხეთში, გერმანიაში, საფრანგეთში ამფორებში ღვინის დაყენება ტიპიურია. ეს არ არის მიწაში, არამედ არის ზემოთ. იქ არის მოჭიქული ამფორები შიგნიდან და ისტორიულად აყენებდნენ ესეთ ამფორებში ღვინოს ეგენი და ისინი უფრო აქედან საქართველოსთან მიაქვთ კარგი ხარისხის ქვევრი და იმათ უფრო შეუძლიათ ეს მექვევრეობის განვითარება, ქვევრის ღვინის განვითარება, ვიდრე ჩვენთან ეს ვერ განვითარდა, იმიტომ რომ აქ ჩვენთან ტიპიურია ეს ჩვენი წარმოებლებისთვის ერთმა რო დააყენა ქვევრის ღვინო და კარგად გაყიდა, მერე ყველამ ვინც გაიგო, მოდი გავაკეთოთ ქვევრის ღვინო და 90 ეგ შესაძლებელია სახელმწიფოს გარეშე. ანუ მე ნახეთ თუ კი ესე დგება საკითხი, რომ ევროკავშირი ესეთი ბაზარია, ხო? მაშინ ანუ მე შემოვატრიალებდი ესეთ მომენტს, რომ თუ ჩვენ დეკლარირებულად გვინდა ევროკავშირში, მაშინ მოდი სანამ ევროკავშირში შევალთ, ჩვენ ხელისუფლებასაც მოვთხოვოთ სუბსიდირება და არ მარტო უბრალოდ სუბსიდირება, როგორც ახლა ხდება, არამედ ჩართო მთელი რიგი ინსტიტუტების, მთელი რიგი კონტროლის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ სახელმწიფომ შეიმუშავოს მეღვინეობის განვითარების სტრატეგია. ბატონო, ეხლა სახელმწიფო როგორც კი გაინძრა და თქვა რომ მეღვინეობაში უნდა შემოვიტანო წესრიგი, გაშენებ, აბა შენ ვინმე ეხლა კაი მამის შვილია და ჩავიდე საფრანგეთში იყიდოს 1 ჰექტარი მიწა და დაიწყოს ყურძნის დარგვა იქ. ვერ გააკეთებ ამას. იქ არის ყველა კვადრატულ მეტრზე ყველა დარგული ჯიში უნდა იყოს შეთანხმებული სახელმწიფოსთან. ისინი გაგისაზღვრონ შენ რა ჯიში უნდა დარგო, როგორ და ასე შემდეგ. ანუ ეს მოწესრიგებული ბაზარია იქ. ეხლა როგორც კი ჩვენმა სახელმწიფომ თქვა რომ აქ ჩვენ იმაში კი არ ვზღუდავთ კაცო რომ გააშენებ თუ არ გააშენებო. იქ რაოდენობაში შეგზღუდავენ და გაშენებაშიც. იქ არის დაუშვათ რომ რომელიმე თქვათ სიტყვაზე გეუბნები ბურგუნდიაში არის 8000 ჰექტარი და 8000 ჰექტარს ზემოთ არ უნდა ავიდეს ეს. იქ ჰექტარზე რამდენი ჰექტოლიტრა უნდა მოვიდეს დადგენილია წინასწარ, უკვე წინა წელს. დამთავრებული ამბავია იქ, ვინმე ვერ მოვა და ვერ გააშენებს ახაც. ჩვენთან ამ სახელმწიფო არ ეუბნება ხალხს. ჩვენთან ეუბნება რომ ეს რაც არის ტერუარები, ესე იგი ადგილწარმოშობის, იქ ჩვენ გეტყვით რა ჯიშებისთვის არის ადგილწარმოშობის ეგ და ის დარგეთ რომ შიდა ბაზარი მოვაწესრიგოთ და ამაზე ატეხეს ერთი ამბავი რომ მაგათო ესე იგი არ გვაძლევენო იმ სუფლებას რომ თავისუფლად დავრგოთო ჩვენ ხა ოჯალის რო ჩამოვიტან სამეგრელოდან და მარნეულში რო გააშენებ მე ვიცი რომ აქ იქ ერთ კაცს გაშენებული და იმის დაყენებულ ღვინოს რო დააწერ შენ დაუშვათ გარდაბანში და მარნეულში რო ოჯალისშია ტეხურას გვერდზე მოყვანილ ოჯალისსაც რო ოჯალის დააწერ და იმასაც ეს ორი სხვადასხვა ღვინოა ამაში საქმე რომ ამის რეგულაციაზე როგორც კი გადავიდა სახელმწიფო ამაზე ვიღაცამ ატეხეს ერთი ამბავი რომ ესო როგორ შეიძლებაო და სახელმწიფო სუბსიდირებდეს ის კი არ უნდა გააკეთოს სახელმწიფო რომ თქვენ ფული სახელმწიფო უნდა სუბსიდირებდეს გადასახადებზე მიწის გადასახადებზე ხო ეხლა მეც მაქვს ჩემი საკუთარი ვენახი და უბრალოდ ეხლა ვენახი გაქვს ხო ეს ვენახი მოითხოვს საშინელ იმას რა ქვია შრომის გარდა დიდ დანახარჯებს იმისთვის რომ მიიღო შენ ხარისხიანი ღვინო ღვინოს უნდა კონდეს
უკან მიკვლევადობა, ანუ შენ ნერგისად გაქვს ნაყიდი, იქიდან მოყოლებული, როგორ დამყნობილი იყო, რასაძირეზე ეს BB5 იყო, რიხტერი იყო, რასაძირე იყო, იქიდან მოყოლებული, ჭიქაში რომ ღვინო ასხია, შენ უნდა მიხვდე, სად არის დაყენებული, რა მეთოდითაა დაყენებული, რა საკვები ღირებულებები აქვს და ასე შემდეგ. ამას ითხოვს ევროპა კი არა მარტო. ამას ითხოვს ყველა წესიერი მეღვინე, რომელიც ნამდვილ ღვინოს აყენებს. იმ მეთოდით, როგორც აკეთებდნენ საბჭოთა კავშირის დროს, რომ 25 ტონას მოვიყვან ტარიბანას მინდორზე, იქვე გადავამუშავებ, ცისტერნაში ჩავასხავ და ციმბირში გავყიდი, ეს უნდა დავივიწყოთ საერთოდ. ეს ბაზარი არ იყო, ეს სხვა დამოკიდებულება იყო და სხვა ქვეყანა იყო და მაგან შეიწირა ის ქვეყანა. და ეხლა არის სხვა ვითარება. რუსეთი, სადაც ჩვენ ღვინოს ვყიდით და რომლის ბაზარიც ქართველებმა შექმნეს, რუსებმა ღვინის რა იცოდნენ. ქართველებმა შექმნეს ღვინის ბაზარი, ჩვენს მიერ შექმნილ ბაზარს დაეპატრონნენ ხა ჩილე, არგენტინა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, მათი ღვინოები იყიდება ეხლა იქ, სადაც ქართველებმა შექმნეს თავიანთი ბაზარი. იმიტომ რომ ჩვენ არა მხოლოდ იმიტომ ვერ დავიცავით ჩვენი თავი და ჩვენი ბაზარი რაც იყო, რომ იქ მაშინ დავუშვათ 90-იან წლებში რაღაც ისინი განგსტერობა დავიწყეთ, რომ აი ხა ჩვენ მერერა იქიდან გამოვალთ ევროპაში გავყიდით და ასე შემდეგ, არა. ოქროაშვილის გახსნა. ხო, ანა იქ რა, ფეკალურ მასებს ავიღებ და იმას გავყიდე, ფეკალებს. კი ბატონო, ამის გამო კი არ დავკარგეთ მარტო, დავკარგეთ იმის გამოც, რომ როცა მივხვდით, რომ ეს არ შეიძლებოდა უკვე 2000-იან წლებში, მერე ხარისხზე მაინც არ ვიმუშავეთ, ბრენდირებაზე არ ვიმუშავეთ. იგივე ხდება დღეს მოცვის ბაზარზე. ქართველებმა შექმნეს რუსეთში მოცვის ბაზარი, ქართული მოცვის 95% იყიდება რუსეთში და იყიდება 9 კილოგრამიან ცელოფანის ყუთებში, რომელსაც ზედ არაფერი არ აწერია და კაცმა არის ეს მოცვი საიდან მოვიდა. შარშანწინ იმისინ უკვე შედიოდა ქართული მოცვი რუსულ ბაზარზე, წელს უკვე დაგვასწრო შესვლა თურქებმა მაროკოდან უკვე იქ დაიწყეს სათბურებში მოყვანა, ჩვენ გვასწრებენ შეტანას კარგად შეფუთული და ანუ ჩვენს მიერ გახსნილ და ანუ რომ გაიგეს დაუშვათ ჩვენმა მეზობლებმა, ერთ-ერთმა მეზობელმა, რომელიმე ეხა ეს რუსეთია თუ აზერბაიჯანი თუ სომხეთი თუ თურქეთი რა მნიშვნელობა. ერთ-ერთ მეზობელთან ჩვენ ვყიდეთ იქ ბაზარზე წარმოიქმნა მოთხოვნა, იმ მოთხოვნას ჩვენ ვერ მივყევით მერე ბოლომდის, არ მოხდა მარკეტინგულად სწორი გაკეთება, ამას უნდა აკეთებდეს სამინისტრო, რომ იქ უნდა იყოს კრიტერიუმები ექსპორტზე რომ მიგაქვს, ამას თუ არ დაურთავთ თან, თუ არ იქნება შეფუთული სათანადოდ და არ დააკმაყოფილებს საქართველოს სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებს ეს არა, ვერ უნდა მიკონდეს შენ გარეთ. რო შეყრი იმაში, რა ქვია, კონტეინერით მაცივარში და წაიღებ რუსეთში გაყიდი, შენ მაგით 3 წელიწადში მაგ ბაზარს დაკარგავ და უკვე კარგად ბრენდირებული და კარგად შეფუთული საქონლით შევა თურქი და მაროკოელი. სხვა შორის მაროკოზე გამახსენდა და მინდა გითხრა. 87 წელს მაროკომ დააყენა განაცხადი მაშინდელ ევროპის ასოციაცია არსებობდა იქ შესვლაზე და უარი ეთქვა მას, რომ შენო ტერიტორიულადო არ ეკუთვნიო ევროპასო. ეხლა ამაზე ლაპარაკობენ, რომ ევროპა არის საქართველოსა და თურქეთთან დამოკიდებულება არის ესეთი, რომ ეს არის ტრანსევროპული ქვეყნები. ანუ გარდამავალი ევროპული ქვეყნები, რაღაცა პატარა ნაწილი მაინც ეკუთვნის ევროპის კონტინენტს სხვადასხვა მეთოდოლოგიით დათვლილი ეს. იმიტომ რომ არის რუკები, სადაც საქართველო მხოლოდ წინა აზია. არის რუკები, სადაც რაღაც პატარა ნაწილი, მაგრამ იქ, როდესაც ლაპარაკია კვიპროსზე და როდესაც ლაპარაკია სომხეთზე, იქ პირდაპირ ამბობენ, რომ ეს არ არის ევროპა, ეს არის წინა აზია, ჩვეულებრივ, მაგრამ ამ შემთხვევაში მაროკოს შემთხვევისგან განსხვავებით, როდესაც პოლიტიკური ინტერესები აქვს, ეუბნებიან სომხებს, რომ თქვენ ხართ ევროპის, ესე იგი, გარდამტეხი ისო, რა ქვია. ესე იგი, აქ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიკვეთა. სახელმწიფოს პასიურობა ამ მიმართულებაში და ბაზარზე ეს მინდობა ყველა რაც ამ წლების განმავლობაში ეს არის ლიბერალური პოლიტიკის ნეოლიბერალურია ეს ნეოლიბერალური პოლიტიკის ეხლა სხვათა შორის მე თქვენთან ერთ-ერთ გადაცემაშიც თქვი მე მგონი კონდა ჩვენ ერთი პოდკასტი როდესაც სოფლის მეურნეობაზე ლაპარაკობთ რომ ეხლაც რო ჩაიხედოთ ეკონომიკის სამინისტროს ვებ გვერდზე იქ დიდი სიამაყით უწერიათ რომ ყველაზე უფრო ლიბერალური ეკონომიკა ვარ ჩვენ
ამ რეგიონში. მაგიტოს ყველაზე ღარიბი ვართ, ყველაზე განუვითარებელი ვართ, მაგრამ აი ჩვენ კიდე უნდა ვიცოდეთ, მე არ ვიცი ხა ჩვენი ფორმატი როგორ არის, ეგ მოგცემს თუ არა მის საშუალებას, მაგრამ კარგი იქნებოდა რომ გვეთქვა ესეთი რამე, რომ ევროკავშირი თავისუფალი ვაჭრობა თუ აქვს ჩვენთან, არა? ჩვენ გვაქვს 5 სახელმწიფოსთან თავისუფალი ვაჭრობა. ევროკავშირი დებულები ჩვენ არ გვიკრძალოს, რომ ვინმესთან თავისუფალი ვაჭრობა გქონდეს. მაგრამ შენ და ნახავენ იქ შენ რეექსპორტს აკონტროლებენ, რომ სხვა რომელიმე შენ თავისუფლად მოვაჭრე ქვეყნისგან ხო არ შემოგაქვს აქ ჩვენთან რამე, ანუ მაგაც ძირითადი ყურადღება აქვს მწარმოებელ ქვეყნებზე, როგორიც არის ჩინეთი. ჩვენ ხო მწარმოებელი ქვეყნების პერიფერიაზე მდებარე ქვეყანა ვართ და ღვთისნებით გვაქვს გასასვლელი ზღვაზე. არა? და ისინი მე გაგიკონტროლებენ შენ, რომ მწარმოებელი ქვეყნიდან აქამდე არ უნდა მოვიდეს რაღაცა ჩემამდის თუ იმას უნდა ჩემთან შემოტანა შენი საშუალებით არ შემოუშვებ რომ შენ ამაში ფული არ იშოვო იმას შემოიტანოს ჩემთან გადაიხადოს რაც გადასახდელია და მე კი ბატონო შემოიტანოს ანუ ეს კონტროლი მათ ექნება ძალიან ძლიერი და მკაცრი სხვათა შორის კონტროლის ავლის საშუალებიც არსებობს ჩინელები მე რო აქ ხსნიან საბერძნეთის მაგალითი, პორტების მაგალითი და შენ თუ ევროკავშირის ქვეყანა იქნები, იმათ რო აქ გახსნან, მე უკვე უნდა დააკმაყოფილო, ანუ ერთია ქვეყანა, რომელიც ევროკავშირთან სარგებლობს თავისუფალი ვაჭრობით და სამეზობლო პოლიტიკით და კანდიდატის სტატუსით და მეორეა ქვეყანა, რომ მას აქვს საზღვარი ევროპასთან და მეორეა, როდესაც ეს ქვეყანა არის უკვე ევროკავშირის წევრი და შენს უკანაა საზღვარი სადღაც აზერბაიჯანთან. ანუ მე ის რასაც თქვენ ამბობთ რომ აქ აწარმოოს და გვერდისა ის გვერდისავლა გადაიწევს უკან იქით აზერბაიჯანთან ან აზერბაიჯანი და ყაზახეთში შემდეგ თუ აზერბაიჯანიც იტყვის რომ ეხლა არ მგონია რომ ეგენი უარი თქვა უარი თქვა ან ერთი ახლა ჩვენ ვისაუბრეთ დიზა სოფლის მეურნეობაზე მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ეს არის წარმოება, იმიტომ რომ რეწველობა, იმიტომ რომ პრინციპში მე მგონია რომ ლიბერალური ეკონომიკით ჩვენი მოსახლეობა იდეაში 1.5 მილიონი ადამიანი იქნება საბოლოო ჯამში. კი ბატონო. ეგ შეიძლება მე 1.5 მილიონი შეიძლება. როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ანუ იმიტომ რომ არ ჭირდება, ანუ ბაზარს არ ჭირდება ზედმეტი მოსახლეობა და ლოგიკურად მივიდივართ, იმიტომ რომ ის კი არ არის რა ქვია აქ რაღაც ხელისუფლება არამედ ეკონომიკის ტიპიდან გამომდინარეობს. ის რომ ჩვენ ეს კონფიგურაცია შევცვალოთ, გვჭირდება სხვა სახის ეკონომიკა, მათ შორის პროტექციონიზმი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. პროტექციონიზმს არ უშვებს მსოფლიო ბანკი, არ უშვებს ვაშინგტონის კონსენსუსი, რაც თქვენ თქვით. მაგრამ არსებობს რაღაცა, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. რატომ შეუძლია გქონდეს აზერბაიჯანს, რუსეთს და სხვა ქვეყნებს სახელმწიფო კომპანიები? რატომ შეუძლია სოკარ შემოვიდეს აქ და კარგია სოკარი ის რომ და ცუდია ქართული კომპანიას არის. კი ბატონო, აი რაღაცა გაუგებარი. აბსურდია. ეს ჩამოყალიბდა 80-იანი წლების ბოლოდან და 90-იანი წლებში განსაკუთრებით, რომ სახელმწიფო არის ყველაზე ცუდი მეპატრონი. აი ესეთი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით და რომ სახელმწიფოს რაც ნაკლები ქონება აქვს და რაც უფრო ნაკლები რეგულაცია აქვს სახელმწიფოს და ნაკლებად ერევა ასე ვთქვათ ბიზნესის წარმოებაში მით უფრო წარმატებულია ბიზნესი ეგეთ ქვეყნებში. აი ნახეთ ერთ-ერთი მუხლი არის მაგ კოპენჰაგენის იმაში რომ კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება. გადამყიდველთა კლასის ლოგიკა ეს არის აქედან გადინება კაპიტალის უცხოეთში და უცხოეთში დაფინანსება არა აი უცხოურ ბანკებში და არამედ უძრო ქონებაში. შენ ხედავთ ხა მამუკა ხაზარაძეს და არა მარტო მამუკა ხაზარაძეს მაგალითზე, ხო? ანუ ეს გამოდის რომ ჩვენ მაგ გადამყიდველებს კიდე ერთი პლუსი ექნება ის რომ იქ თავისუფლად გადაიტანონ კაპიტალი. აქ ფული აღარ დატოვონ. ანუ აქედან უნდა გავიდეს ფული და საქართველოში უნდა იყოს მხოლოდ სამხმარებლო ბაზარი. მეტი არაფერი და დაახლოებით იმდენი ადამიანი რაც ჭირდება ოპერირებას იმ სტრუქტურებისა, რომელსაც ისინი დატოვებენ აქ. აი მე გეტყვი თქვენ ერთ რამეს, როდესაც მაგ სახელმწიფოს საკუთრებებზეა ლაპარაკი, რომ 91 წელს, როდესაც ჩვენ წინააღმდეგ მიდიოდა ეს ყველა მეთოდით და ყველა საშუალებით ბრძოლა, მაშინ ერთ-ერთი მთავარი ბრალდება იყო ის, რომ ჩვენ არ ვაკეთებდით პრივატიზაციას. და სიგუას ჩანაჭრელი არსებობს. კი, არ ვაკეთებდით პრივატიზაციას, იმიტომ რომ არ არსებობდა აქ ცოდნა, საბაზრო ეკონომიკის ცოდნა, არ არსებობდა წინაპირობები და არ არსებობდა
კაპიტალი, რომელიც რეალურ ფასად შეიძენდა იმ ქონებას, რომელიც მანამდე არსებობდა. ვიდრე არ დაგროვდებოდა ეს კაპიტალი, მანამდე სახელმწიფოს ხელიდან აქტივების გაშვება იყო დანაშაული. არა და მაშინ ჩვენ ითქვა, მაშინ უბრალოდ განხილვის დონეზე ითქვა. ეს არ ყოფილა სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აყვანილი ერთ-ერთი ოფცია, რომ ჩვენ გავანახორციელებთ სახელმწიფო კაპიტალიზმს. ამას მოყვა, ესე იგი, მთელი ამბავი, რომ აი თქვენ, ესე იგი, ლიბერალური ეკონომიკის მომხრეები არ ახართ საბაზრო ეკონომიკას თქვენ. უარყოფთ ეს ის დროა, როდესაც გაიდარე არის სოფლიოში პირველი რეფორმატორი და სუპერსტარი, რომელმაც დააქცია ფაქტიურად საქართველოს ყველა სახელმწიფო ქარხანა დაიშალა, გაიყიდა. აი წარმოიდგინეთ თქვენ, რომ როგორ შეიძლება რომ სახელმწიფო კაპიტალიზმი არსებობდეს და მე როცა ეუბნეოდნენ რომ დაუშვათ იქ ჩრდილოეთ ევროპის რიგ ქვეყნებში და სხვაგანაც სხვა ბევრ ქვეყანაშიც მიღებული ეს მანამდის ვიდრე სახელმწიფოში არ შეიქმნება კაპიტალის ბაზარი, შიდა ბაზარი. მანამდის ეს გამოტანა და ეს ვაუჩერებად გაყიდო, ეხლა რომ ჭკუას არიგებს ტელევიზიიდან ერთ-ერთი მაგ იდეების ავტორია რა. იყო ძალიან დიდი მავნებლობა და ესეთივე მავნებლობა იქნება, ხვალ რო გააღონ კარი და თქვან რომ აგერ მობრძანდით ჩვენ გიღებთ ამ კავშირში ჩვენ, ოღონდ იცით რა არის თქვენი მრეწველობა აქ არ უნდა შემოიტანოთ, რაც გააქვთ. ეხლაც კი ხო? აქ ეხლასაც ვკითხულობ, არის აი გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება და მანდუწერია თავით 15-იანი ენერგეტიკა. ანუ გამოდის რომ ჩვენ აქ ხესების შენება რო დავიწყოთ. ანი ძალიან სერიოზული ჯარიმები უნდა გადავიხადოთ ამისთვის, ხო, ევროკავშირში. და ან კიდე ტოლვილები რო არ მიიღონ უკვე. ტოლვილი რო არ ერთ ტოლვილზე უნდა ერთ განცხადებელზე, რომელიც არ მიიღე შენ ორბანი იხდიდა წელიწადში ისა 20,000 ევროს. ერთ ტოლვილზე, ანუ რომ მოგადგება შენ დაუშვათ აქ მოსული აზიიდან ტოლვილები, აი ჩვენები რომ აძევებენ აქედან ეხლა არალეგალურად მოსახლეებს, ხო? იმას რომელსაც შენ არ მიიღებ, ეხლა სხვათა შორის ძალიან უცნაური რაღაც წავიკითხე მე 2 დღის წინ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი როა ერთ-ერთი ბალტიისპირეთის ქვეყნის ჩვენი ძალიან მოყვარული ბაიბა ბრაჟა. ხო, აი მან განაცხადა რომ მორჩაო, ჩვენო აღარ მივიღებ თუ არც ტოლვილსო, შემდეგსო და ჩვენთანო აღარ იქნებაო ის ტოლვილებთან დაკავშირებული ის პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირშიაო. ხო და ჩვენ მათ ყავთ თავიანთი ლობი, მათ ზურგს უკან მთელი ინგლისის იმპერია დგას და მთელი პოლიტიკური წრეები ყავს და ჩვენ ზურგს უკან არავინ არ დგას. და ჩვენ დაგვეძალებენ მე ტოლვილები და იგივე ადამიანის უფლებების სხვა საფეხურები არ მინდა რომ მივყვე ახლა იმ თემებს, იმიტომ რომ მაგაზე ლაპარაკობს ვისაც არ ეზარება. ტოლვილებზე რო ვილაპარაკოთ ჩვენ, არა? ჩვენ ტოლვილებისადმი გვაქვს ძალიან კაცრი პოლიტიკა საქართველოს. ამას იმ წუთში წაგვიშლიან. აი იმ დღესვე წაგვიშლიან. ან ჯარიმების იმაში. ან ჯარიმების იმაში გადაგიყვანენ და ერთ ტოლვილზე დაგაკისრებენ გადასახდას 20,000 ევროს. აი კიდე არის საგარეო ურთიერთობების თავსებადობა ევროკავშირთან. აი ეს მართლები ყოფილან თუ ეს აქვს ჩაწერილი, მაშინ შენ იგივე პოლიტიკა უნდა აწარმოო, რასაც მე. აბსოლუტურად. ანუ კაია კალასი საგარეო პოლიტიკის კომისარი როგეთქვი. ხო, კაია კალასი რო დაადგენს იქ და გვამცნობს ჩვენ ბრიუსელიდან რომ დაუშვათ იქ საგარეო პოლიტიკა უნდა განხორციელდეს, ესე ჩვენ უნდა გავაკეთოთ. მე ვალდებული ხარ, მე შენ არ ხარ ასისტენტი ქვეყანა და კანდიდატი. იქ უკვე ვალდებულებები შემოდის. ხო. და ამ შემთხვევაში გამოდის რომ ესე იგი ის რაც ესკალაცია რუსეთთან. ესკალაცია ქვია, ეს ესკალაცია გარდაუვალი უნდა იყოს. აქ მე უნდა ვიანგარიშოთ. რიცევში სწორედ გთხოვთ. თუ შენ მიდიხარ მაკეთკენ, ხო. აი ეს ჩემი მოთხოვნა ეგ არის. ცალკე თემა საგარეო, ესე იგი ამ საგარეო ერთიანი საგარეო პოლიტიკის გარდა, რომელიც უკვე მე იქნება სავალდებულო ჩვენთვის, ცალკე თემა ჩვენი უკვე ჩამოყალიბებული ტრადიციული ბაზრებთან ურთიერთობა ჩვენი. როგორიც არის დაუშვათ აზიის ქვეყნები, ყოფილი საბჭოთა ქვეყნები, ეს უზბეკეთი, ყაზახეთი, ცენტრალური აზია, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები, საიდანაც ჩვენ შემოგვაქვს ხორბალი, ნავთობი და სხვადასხვა ენერგომატარებლები და სხვადასხვა კვების პროდუქტები, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, რომელიც რა შეიძლება, აი კონკრეტულად რა შეიძლება. ჩვენ ვეღარ განვახორციელებთ იმ თავისუფალ ვაჭრობას
საქართველოსში ისე რომ დაუშვათ მათგან პროდუქცია შემოდიოდეს იმ ხელშეკრულებებით, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩვენ გვაქვს DST-თან მოქმედი ხელშეკრულება. ჩვენ DST-დან გამოვედით საქართველოს DST-დან გამოვიდა 2008 წელს საქართველოს გამოვიდა DST-დან და წარმოიდგინეთ თქვენ რომ დღესაც საქართველოში სტანდარტები გოსტები ძალაშია, საბჭოთა გოსტები ძალაშია და ამ გოსტებზე აპდეიტებს იღებს საქართველოს სტანდარტიზაციის სახელმწიფო კომიტეტი, დღესაც იღებს ამ სტანდარტების აპდეიტებს მინსკიდან, იმ ხელშეკრულებიდან, SNG-ის ხელშეკრულებიდან ჩვენ არ გამოვსულვართ გარეთ. იმიტომ რომ ის გოსტები არის ძალაში ისევ. ეს გოსტები იმაში, რა ქვია, ევროკავშირში შიგნით უკვე ძალაში ვეღარ იქნება. ამაშია საქმე. თუ იმ გოსტებს ჩვენ გავიმეორებთ, არა, მაშინ ჩვენ გადასახადი უნდა გადავიხადოთ იმ გოსტის შემქმნელ იმასთან, რა ქვია, ქვეყანასთან. და თუ გადავიხდით გადასახადს, არა, მაშინ მეორე გადასახადი უნდა გადავიხადოთ იმისთვის, რომ ის გოსტი შევიტანეთ ევროკავშირში. ჩვენ ანუ გიორმაგდება და ხო. კი ბატონო და ეს იმდენად ტკივნეული პროცესია, რომ წარმოიდგინეთ, რომ ხვალ რო ჩვენ ვიყოთ ევროკავშირის ქვეყანა, არა მხოლოდ საქართველოსდან თუ რამე გადის ეს ჩვენ უარყოფითი სალდო გვაქვს სამწუხაროდ ექსპორტ-იმპორტის, მაგრამ თუ რამე გადის, ის გატანა კი არ გაჭირდება მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც გადის. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები იქნება ის თუ ჩინეთი, თუ თურქეთი, ვთქვათ, ან ირანი. არამედ შემოტანაც კი გაჭირდება იქიდან. ფაქტიურად ბაზარი იქნება პარალიზებული და იქნება ძალიან ტკივნეული რამდენიმე წელიწადი. ვიდრე შიდა ბაზარი არ გაავსებს მთლიანად ევროპული პროდუქცია და ადგილობრივი მოსახლეობა არ დარჩება იმდენი, რამდენსაც შეიძლება იმ პროდუქციის ყიდვა. დანარჩენმა მერე ალბათ როგორც ითქვა, ფაქტიურად ეს იქნება აისახება პირდაპირ დემოგრაფიაზე. ერთადერთი ეგრე ვთქვათ, უხეშად რო ვთქვათ, საქონელი, რიძი გატენაჩებული, ესე ცოცხალი ადამიანები. მუშა ძალა. აი აქ წერია ისე, ხო, თავისუფალი გადაადგილება, მუშახაზის თავისუფალი გადაადგილება, გათანაბრება. კი ბატონო. აი უყურეთ რა საქართველოს. გახსოვთ რამდენიმე წლის წინ აქ დიდი პომპეზურობით რომ აი ჩვენი მუშებისთვის თავისუფალი ბაზარი დაუშვა ანგელა მერკელმა და წავიდნენ გერმანიაში სამუშაოდ და წავიდნენ და იქ წავიდნენ მარწყვის აკრეფად. იმაზე ურიკაზე დაწოლილები პირით დაღმა დაგორავდნენ იმაზე, კრებდნენ მარწყს, მერე საღამოს ეძინათ ერთად, უხდიდნენ საათში 9 ევროს და ოღონდ ახდევინებდნენ ჯანმრთელობის დაზღვევასაც, იქ ცხოვრების ფულსაც და კვებასაც და ყველაფერს და მერე იქიდან დაიწყეს რომ აქსაც წამოვედით და ჩამოგვიყვანეთ უკან და ასე შემდეგ რა. ანუ ეს თავისუფალი გადაადგილება ნიშნავს იმას, რომ შენი მუშახელი, ვინც არის ყველა წავა იქ, სადაც მათ წარმოდგენაში, ანუ თავში ხო არის ეს წარმოდგენები არა? წარმოდგენები ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს ადამიანისთვის. და ამ წარმოდგენების საძებრად რაღაც ისეთი მითიური, კარგი ისეთი ქვეყნის საძებრად წასული ადამიანები გამოაკლდებიან საქართველოს. ისე როგორც მაგალითად მე აი ყველა ახალგაზრდებს უნდათ რომ აი იქ მივდივართ ჩვენ და ვსწავლობთ ეს არის ნებაყოფლობითი მამლუქობა. ერთი კაცი მაინც გსმენიათ ევროპაში წასული და გამდიდრებული. ევროპაში წასული და გამდიდრებული ეხლა არა, მაგრამ ერთი გენერაციის შემდეგ იქნება. იმიტომ რომ ქართველები ძალიან ძლიერები ვართ ჩვენ აი ამ რაღაც იმაში ჩვენი გენი ძალიან ძლიერი გენია. მე რაღაც რასიულ თეორიაში არ გადავდივარ. მე ვამბობ იმას რა ქვია, რომ სხვანაირი ის გვაქვს ჩვენ უფრო რა. მაგრამ იქ ვერთვებით. ანუ იქაურ ცხოვრებაში ის უკვე აღარ იქნება ის, რასაც აკეთებს მაგალითად სომხეთისთვის აი ცნობილი მილიარდერების ჯგუფი, რომლებიც ეხმარება სომხეთს გარეთ. ძირითადად ამერიკაში არიან. ნუ საფრანგეთი ხო? საფრანგეთი ამერიკა ისტორიულად მოყვებათ ეგ, მაგრამ ამერიკაში მე. კი ბატონო. რა ამერიკული ბაზარი კიდე სხვა რაღაცაა. ანუ ჩვენი მუშა ხელი, ჩვენ რაც გვაქვს, რომ თავიდან მოგტაცოს ჩვენ ამ ევროპულმა ბაზარმა და პირდაპირ გაიწოვოს ჩვენგან ეს არის ქართული მუშახელი, რომელიც სიხარულით იტყვის, რომ აი ხა ჩვენ წავალთ იქ ბევრს ვიმუშავებ და ფულს დავაგროვებ და ჩამოვალ და აქ რო დახვდებიან, დახვდებათ იგივე ფასები, რაც იქაა.
გამოვა ცოტა სხვა ესე იგი და ეს 1.5 მილიონი 2 მილიონის ძირითადი ნაწილი ალბათ იქნებიან პენსიონერები. ალბათ, მაგრამ ეს ესენი იქნებიან ალბათ მოლდოვაში არის, რომ არსებობს პენსიონერები და არსებობს პატარა ბავშვები. აი ეგ სამუშაო ძალა. კი ბატონო. და სად არიან? ან რუსეთში, ან ევროპაში. კი ბატონო, და სად არიან ეს ჩვენი დაუშვათ ერაზმუსის პროგრამით წასული სტუდენტების ჩატარებულა კვლევად რა ნაწილი დაბრუნდა უკან, მაგალითად, ჩემი ოჯახის წევრები არიან ერაზმუსის პროგრამის წასულები და უკვე გავიდა 10 წელი რაც იქით არიან და აქეთკენ გამოხედოს აღარ აპირებენ. ანუ ეს არის ნებაყოფლობითი მამლუქობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ მე. როდესაც შენი ახალგაზრდობა, ჯანღონით წავსი ახალგაზრდობა, საღას მიდის ბედის საძებნელად, გამოცდილი ადამიანები ამბობენ, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯი, მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ ეს ადამიანები ამა თვითონ რაღაცა იქ ვერ გააკეთეს, წარუმატებელი ხალხია და ამიტომ გვეუბნებიან ჩვენ, რომ ეგ არ არის. მოდი მე თვითონ ვცდი. ანუ რჩევას იმიტომ აძლევ შენ იმათ, რომ ისინი მათ ჩვენ ამ შემთხვევაში არ დაგვიჯერონ და მაინც წავიდნენ დაუშვათ იქ რაღაც დიდი წარმატების საძებნელად. ეხლა ეს წარმატება რამდენად სწორი ტერმინია იმისთვის, რასაც ეს ადამიანები თავის ცხოვრებაში ეძებენ, ეს უკვე ფილოსოფიური საკითხია და ფილოსოფოსების საქმეა, მაგრამ ამ ეკონომიკური და ყოველდღიური და პრაქტიკული ცხოვრების თვალსაზრისითაც ეს არ არის სწორი. იცით, არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ამ პრობლემებს ახლა ჩვენ ჩამოთვალეთ. ეს ლიბერალური ეკონომიკა ვერ მოაგვარებს. პრინციპში შეუძლებელია ლიბერალური ეკონომიკური მეთოდები. მოდით ასე ვთქვათ, ლიბერალური ეკონომიკა მუშაობს, ფუნქციონირებადია ისევ, მე მგონი აღარ. არ ვიცი შეერთებულ შტატების შიგნით როგორ არის. იქაც როგორც ვიცი, მთელი რიგი პრობლემებია. კი. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში მით უმეტეს როდესაც ბაზარი არ აქვს. დიდი შიდა ბაზარი. და მცირეა, და რომ კლებისკენაა მიდრეკილი, ხო? და ვერ უზრუნველყოს, მოდი ესე ვთქვათ, ორ რამეს. ერთი ის, რომ ხელისუფლება იმის მიუხედავად, რომ ამბობს, რომ რაღაც ხელფასები გაიზარდა, ეს მაინც არ არის ნახტოვისებური სოციალური კიბე. სოციალური კიბე არ მუშაობს. სოციალური კიბე არ მუშაობს. არ მუშაობს, ეგ აღიარეს. სოციალურმა კიბემ რო იმუშაოს, უნდა იყოს სოციალური სახელმწიფო. სოციალური სახელმწიფო ჩვენ კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს არის სოციალური სახელმწიფო, მაგრამ საქართველოს სოციალური სახელმწიფო რეალობაში არ არის. არ არის. იმიტომ რომ არ შეიძლება, რომ ადამიანს ჰქონდეს 300 ლარი პენსია და ჯარიმა იყოს 250 ლარი. ან ის თუნდაც ავტოჯარიმა. ეს სოციალური დამოკიდებულება, ანუ სოციალური სახელმწიფო სხვა რამეა. სოციალური სახელმწიფოს რაღაცა ნამსხვრევები კიდევ არის ევროპაში შემორჩენილი, ავსტრიაში, გერმანიაში, ესეთ ქვეყნებში, თუმცა ისიც დეგრადირების გზაზეა, რომ იცოდეთ და ვინც იქ ცხოვრობს, ამას განიცდის თავის თავზე ყოველდღიურად. ჩემი ნაცნობები ყოველ შემთხვევაში ასე არის. ეხლა ისმის კითხვა. აი რაც ჩვენ ვისაუბრეთ ამდენი ხნის განმავლობაში აქ. სად არის ჩვენი ადგილი? ჩვენ დაუშვათ იმას ვარო, რომ აი ევროპა არა და რაღაცა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ოდეკაბეში უნდა შევიდეთ და ესენგეში უნდა დაუბრუნდეთ და რაღაც ესეთი. ამას ვარ ვამბობ ჩვენ არა. ჩვენ რას განსაზღვროთ? ჩვენ განსაზღვროთ იმას, რომ ის რასაც პრიორიტეტს ვანიჭებთ ჩვენ და კონსტიტუციაში გვიწერი არარეალურია და არასწორია, ეკონომიკურად არაეფექტიანია და ჩვენი მომავალი ეს არ არის. ჩვენ თვლით დაუშვათ არის დაუშვათ. ეხლა მე აქ პარტიულ პოზიციასაც გამოვხატავ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენი დაუშვათ აი ეს ამ საკითხებზე ვინც ვსჯელობ და ვინც ვლაპარაკობ, ჩვენ ვამბობ და ჩემი პირადი აზრს გადმოვცე, მოდი სხვების სახელით არ ვილაპარაკებ. ჩვენ პირად აზრს ვიტყვი იმას, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ზღურბლის სახელმწიფო სტატუსზე. არის ევროკავშირში შიგნით ერთი ესეთი სახელმწიფო, შვეიცარია, რომელიც შიგნითაა ევროკავშირის შიგნით, აი როგორც რვაფეხას გულში რო თვალია ისეა და მისი წევრი არ არის, ანუ იმ რეგულაციებს არ ემორჩილება, რაც მასა, მაგრამ ჩვენ ვართ მათ გარეთ და ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გეოგრაფიული მდებარეობა იმისთვის, რომ ვიყოთ ზღურბლის სახელმწიფო. გამტარი, გადამამუშავებელი, მიმწოდებელი და სახელმწიფო სუვერენული, რომელსაც აქვს საკუთარი ერთეულები, საკუთარი კრიტერიუმები და სტანდარტები. ხო არსებობს ქართული სტანდარტიც, მარტო ევროპული სტანდარტი ხო არ არის ამ ქვეყნად და მარტო დაუშვათ რუსული სტანდარტი ხო არ არის, არა? ხო, ანუ ეს ზღურბლის სახელმწიფო ნიშნავს იმას, რომ
ის შენ უნდა იყოს, შენ საბაჟო უნდა იყოს თავის დამოუკიდებელი დიახ. ევროკავშირისგან, ეს ერთი. დიახ. ის რომ შენთან უნდა არსებობდეს გადამამუშავებელი ქარხნები, დიახ. რომ შენ იმ სტანდარტებს, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ არ აქვს ტექნოლოგიი, ჩვენ სერიოზული ტექნოლოგიური ჩამორჩენა გვაქვს და ვერ დავაკმაყოფილებთ და კონკურენციაში ვერ შევვალთ. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ისეთი ბაზრების ათვისება, რომელიც არ გააჩნიათ ესეთი სტანდარტები. და ჩვენთვის ეს პრიორიტეტი უნდა იყოს ეკონომიკური ზრდა, ოღონდ არა სპეკულაციური კაპიტალის ეკონომიკური ზრდა და გადანაწილება სამართლიანი და ის სოციალური კიბე, რომელზეც თქვენ ახლა საუბრობდით, ცოტა ხნის წინ ლაპარაკობდით, სოციალური კიბე არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანაში არსებობს რამის წარმოება. სამომხმარებლო საზოგადოების სოციალური კიბე ვერ იფუნქციონირებს. ადამიანი, რომელიც მიდის ქარხანაში დაუშვათ სამუშაოდ და თან სწავლობს და ნელ-ნელა რაღაც კარიერას აკეთებს, ეს შეიძლება მოხდეს იქ, სადაც არსებობს რაიმეს შექმნა და მრეწველობა. სამომხმარებლო საზოგადოებაში იქ, სადაც მხოლოდ როგორც მოლდოვაში არიან მარტო პენსიონერები და ბავშვები, იქ არანაირი სოციალური კიბე არ იმუშავებს, იმიტომ რომ როგორ შეიძლება რომ თინეიჯერი პირდაპირ გახდეს პენსიონერი. შუაში გამოტოვებულია. ამ შემთხვევაში ჩვენს დაგვემუქრება იგივე საფრთხე. ჩვენ რაღაც ჩანასახში გვაქვს ეს რაღაც გადამამუშავებელი მრეწველობის და რაღაც არასწორი ისინი იყო ნაბიჯები გადადგმული, ეხლაც აპირებენ თითქოს რაღაც ცვლილებას, ბატონო. ძეზე და თევზე არის. აი ძალიან უცნაური პრიორიტეტებია ხოლმე რაღაც ისეთ რაღაცებზე აცხადებენ პრიორიტეტს, რომლის ისაც არ აქვს ჩვენ ნედლეული. არ ვიცი, ეს დათვლილი არ არის დათვლილი, რო გამოაჩეს, მაგრამ თავი პრობლემა მაინც გონია, ჩემაც გეტყვით, შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ, რომ ეს უნდა გააკეთოს, ეს იდეა შეიძლება ვიღაცას მოწოდეს, მაგრამ თუ ამას არ აქვს, აი მარქსისტული ლენინისტური კლასობრივი საფუძველი, თუ ქართულმა მეწარმეებს არ მიეცა ის პოლიტიკური ძალა, რაც უნდა მიეცას და გადამყიდველებს მის ხელში დარჩა ერთელი პოლიტიკური ძალა, რთული არის ეგეთი პოზიტიური წესრიგის ჩვენ იცით რა შეესაბამება მე მაგალითად ხო მე არა ვარ ესე იგი ნეოლიბერალური და ლიბერალური საერთოდ ლიბერალური ეკონომიკის ის რა ქვია მომხრე მაგრამ ამ შემთხვევაში ამის ალტერნატივად მარქსისტულ-ლენინური კლასობრივი ის არ უნდა დავაყენოთ ჩვენ ანუ მეწარმეთა კლასი როგორც ეგეთი საქართველოში ვერ შეიქმნება იმიტომ რომ მეწარმეთა კლასის შექმნას ჭირდება ის რაც მოხდა ინგლისში ხო ადამიანები მოწყვიტეს მიწას შეიქმნა ხელოვნურად ქალაქები და იქ შეიქმნა ლატიფუნდისტები რომლებიც იმ მიწებს დაეპატრონნენ და ისინი განაგებენ ახლა ყველას არსებობს ინგლისური ვარიანტი არსებობს გერმანული ვარიანტი სახელმწიფო ფული მიცა რომ მიდი მაგრამ იცით რა შესაძლოა აი ძალიან კარგი ახლა ლიბერალიზმისგან განსხვავებით ახლა ეს ცოტა სხვა თემაზე გადავდივართ ჩვენ და ლიბერალიზმისგან განსხვავებით კონსერვატიზმი არ არის უნივერსალური რა ლიბერალიზმი უნივერსალურია და კონსერვატიზმს გააჩნია თავი ინგლისური, გერმანული, ფრანგული დაუშვათ იქ რუსული კონსერვატიზმი რა არის ჯერ ვერ გავარკვე ახლა არის რაღაც ჩანასახები რომ აი რაღაც რუსული სამყარო და რაღაცებზე ლაპარაკობენ ჯერჯერობით ოღონდ ჩამოყალიბებული ჯერ არის ქართული კონსერვატიზმიც არსებობს ოღონდ ქართული კონსერვატიზმი დაწერილად ჯერ გადმოცემული არ არის და ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ რომ ქართული კონსერვატიზმი მხოლოდ თუმცა ეს მომენტიც იყო რომ ქართულ კონსერვატიზმში ქართული კონსერვატიზმი წარმოადგენდა მხოლოდ რუსული შოვინიზმის საპირისპირო მოქმედებას არა ქართული კონსერვატიზმს გააჩნია თავისი სხვანაირი დამოკიდებულება როგორც ადამიანებს შორის ასევე ადამიანს და წარმოებას შორის და აი აქ ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ ის ქართული და არ მოვიტანოთ დაუშვათ ლიბერალიზმის ალტერნატივად უკვე ამორტიზებული და ისტორიის ანაგვეზე გაშვებული ლენინიზმი. ველოდებით ქართულ კეინს. კი, ველოდებით მაგას და თუ ქართული ინტელექტუალები იმუშავებენ, ძნელი ამოსაღები არ არის ეს ქართული იმიდან. სხვა შორის ერთხელ დავინტერესდი მე და რაღაც გარკვეული პერიოდი ვიმუშავე მე იმაზე სულ არ ელოდები იქიდან აი მაგალითად სამონასტრო ეკონომიკა რო შეისწავლო მონასტრები როგორ ცხოვრობდნენ ხო ამ მონასტრებს იმხელა მეურნეობები ქონდათ გამართული
და ისე აწარმოებდნენ ამ თავის მეურნეობებს, რომ გაგიკვირდებათ არის აბრეშუმი მათ შორის. აბრეშუმი მათ შორის. არის ძალიან კარგი მეცნიერი იყო ბაბილინა ლომინაძე, მისი კვლევებია შესანიშნავი ამ ხრივ. პატაგურგენიძეს. კი ბატონო, კი ბატონო. ოღონდ მეორე პატაგურგენიძე ჩვენი სტუმარი რო იყო, არა ის უკვე ცოცხალი აღარ არის. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. თქვენ. გასაგებია რომ ცოტა სპეციფიური თემები იყო, შეიძლება ყველა ვერ ჩაერთოს ამ პროცესის განსჯაში, მაგრამ ერთი რამის თქმა ნამდვილად შეიძლება. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა დღეს არის არასწორი, იმის მიუხედავად რომ პოზიტიური რაღაც ელემენტები ხედავთ ეს მოდის არა შიდა ეკონომიკური ძალების გარდაქმნიდან, არამედ გეოპოლიტიკური სურათის ცვლილებებით, ხო? ეგ შუადერეფანი იქნება თუ სხვა. ჩვენ გვჭირდება აი ამ გარე გარდაქმნას, რომელიც ჩვენთვის სასარგებლოდ იცვლება, ყოველ შემთხვევაში აქამდე ესე იყო. დავახვედროთ შიდა პოლიტიკური რაღაც პროგრესი თუ უწოდებთ. ეკონომიკური პროგრესი. ეკონომიკური პროგრესი ჭირდება გარკვეულწილად მათემატიკის კარგი ცოდნა და ეკონომიკის კარგი ცოდნა და ასევე ამ ადგილობრივი სპეციფიკის კარგი ცოდნა. ამიტომ თითოეული ადამიანი ეკონომიკა არ არის განყოფილი საზოგადოებრივი ცხოვრებისგან. თითოეული ადამიანის აზრი, თითოეული ადამიანის წარმოდგენას აქვს მნიშვნელობა და ის ქმნის ერთიან ეკონომიკას. ამიტომ დაწერეთ კომენტარები, გააზიარეთ ვიდეო და აუცილებლად გიპასუხებთ. მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.